კონდიციონერები ჩართეთ, ხალხო, ფლორიდაში მივდივართ. შემდეგი შტატია ფლორიდა. შტატი მდებარეობს აქ და თუ კარგად დააკვირდებით, ნახე, ჩიხია. ესაზღვრება ალაბამას და ჯორჯიას და ოკეანეს. მოსახლეობა არის 22 მილიონი. საწვავი აქ რეგულარი ღირს $4 და საკმაოდ გამეკვირდა, ყველგან რავი 3.50 და ამ წყალში რატო იხდიან $4 არ ვიცი. დიზელსაც შეეხება არის 5.30. აბრევიატურები ფლორიდასი არის ეს და ზიპკოდები იწყება ასე. აი ასე, მოიცა, აი ასე. ცნობილი ქალაქები, საიდანაც ჩაკეტებს ავიღებთ, ეს არის ჯექსონვილი, ორლანდო, ტამპა, მაიამი და დედაქალაქი ტალაჰასი. აუქციონები აქ არის 40 პლუსი და სადილეროები არის 4500 პლუსი, ჩვენ სფეროს აწეხება და ბიზნესები ამ მცირე. რელიეფი არის ბრტყელი, ძალიან, ყველაზე ბრტყელი შტატი არის ალბათ. ბუნება არის მშვენიერი, მაგრამ ამინდიო ზაფხულში შტატში ჩრდილოეთით მაღლა არის 35 პლუსი. ვითომ არაფერი ხო? მაგრამ აი სამხრეთში დაბლა რო ჩადიხართ მაიამისთან, არის 40 პლუსი ხშირად. ზაფხული აქ გრძელდება მაისიდან ოქტომბრამდე. წარმოიდგინე, საქართველოსავით კი არ არის რომ ერთი თუ გაქვს სულ. ზამთარში კიდე ფლორიდაში 22 გრადუსზე ჩამოდის ხოლმე დაახლოებით. წარმოიდგინე ტიპები ზამთარში მაიკები დადიან. ამინთან ერთად არ შეიძლება არ ვახსენო შტორმები. შტორმებს მოარიდეთ ხოლმე მეგობრებო, აი აგვისტოდან ნოემბრამდე იცის ხოლმე შტორმის პერიოდი არის ხოლმე და მაგ დროს კარგად გადაამოწმეთ ხოლმე რა მონაკვეთი არის, რამე შტორმი ხო არ მოელოდება ჩვენს მძღოლს. ახლა ალბათ ყველაზე მეც ვილაპარაკებ დიოტი პოლიციაზე და ტრუპერებზე. აქამდე ხო იყო ხოლმე რომ ორ სიტყვით რაღაც საუხსნიდი ხოლმე. ეხლა ცოტა მეც ვილაპარაკებ რატო? იმიტომ რომ აქ დაემატა დამატებით კიდე აისები. საიმიგრაციო პოლიცია ეს ტიპები არიან. ჯერ დავიწყოთ იმით, რომ შტატი არის რესპუბლიკური, შესაბამისად, ეგ უკვე იმაზე მეტყველებს, რომ ემიგრანტები არ ევასებთ. ფლორიდაში განსაკუთრებული სიფრთხილე მართებს მძღოლს, იმიტომ რომ არაერთი შემთხვევა იყო, რომ აისებს გაუჩერებიათ ჩვენი მძღოლი, გადაუმოწმებიათ დოკუმენტები და ბევრი ჩამოუსვეთ მანქანიდან, ძალიან ბევრი შემთხვევა იყო. დიოტი პოლიციაც ამ შემოწმებებით ძალიან ტვინს ბრყავს, ყველა way station ღია არის თითქმის. green card-იანს და მოქალაქეებს ეს არ ეხებათ, ხაზს გაუსმევ. თუ green card-იანი და მოქალაქე არაა თქვენი მძღოლი, მან ჩასვლისგან მე ჩემი პირადი მოსაზრებით და თავი შეიკავეთ. რაც შეეხება კრიმინალს, კრიმინალი აქ დიდად არ გამოირჩევა. ერთადერთი არის მაიამი, სადაც მთვრალი ტიპები შეიძლება უდან ვაიკიდონ ჩვენ მძღოლს. მაგრამ ჩვენი მძღოლი ხო იდეო გადადებიან, ჩაცხე. ეხლა რითი დავიმახსოვროთ ერთ შტატი? GTA Vice City, ყველაზე დიდი დისნეილენდი აქ არის. ზებრაზე რო ალიგატორი შეიძლება გადავიდეს, მაგით შეგიძლია დაიმახსოვროთ. ეხლა შევაჯამოთ ქარჰაულინგის მიმართულებით როგორი შტატი არის ფლორიდა. ფლორიდას დაუწერ 10-დან 5-ს. ხო, არ გაგეკვირდეთ. აი ესე კარგად შეაქედა 10-დან 5-იო, კი ბატონო, იმიტომ რომ ჩვენთვის, ჩვენი სფეროსთვის არის